მოგესალმებით მეგობრებო, ამ ბოლო პერიოდში ჩემხდა ძალიან ბევრი ფოტო TikTok-ში, რომელიც ეხებოდა ვარძიის პირვანდელ მდგომარეობას. როგორც ჩანს, თხოვეს ხელოვნურ ინტელექტს, ამ შემთხვევაში ალბათ ChatGPT-ს, რომ დაეხატა ვარძიის პირვანდელი, ჩაუგდეს ალბათ ფოტო სავარაუდოდ ახლანდელი ვარძიისა და ყოველგვარი ტექსტის გარეშე, რას დახატა იყო ეს და ეს ახლა რა თქმა უნდა არ არის რეალური, ვერც იქნება რეალური ესეთი კოშკები, ახლა რასაც ხედავთ ეკრანზე და კიდევ ბევრი ესეთი ფოტო შემხდა სხვადასხვა სოციალურ ქსელებში, სადაც განიხილავენ, რომ თუ როგორ დიდებული ყოფილა ვარძია, გარედან და რაღაც როგორი გრანდიოზული ჩუქურთმები და რაღაცა მსგავსი ტექსტებით და მე შესაბამისი განხილვები და ესეთი კომენტარები და რეალურად სულ სხვანაირი იყო ვარძია, როგორც ამბობენ და ბევრი ადამიანი ვინ ჩადის, ეგრეთ წოდებული ინფლუენსერები, იუთუბერები, ტიქტოკერები ვარძიაში არ ეხებიან ამ თემას, უბრალოდ ისინი შემოიფარგლებიან იმის და როგორ გამოიყურება დღეს ვარძია. არა და შეიძლება სულ რამდენიმე ფურცლის საკითხვა, ამ შემთხვევაში ან რა ვიცი, ან ვიკიპედიაში მინიმუმ ან თუ უფრო ჩაუღრმავდებიან უფრო სხვა დეტალების გარკვევას თუ როგორ გამოიყურებდა ვარძია უფრო ადრინდელ პერიოდში. ამისთვის გადავწყვიტე რომ გამეკეთებინა ეს ვიდეო, სადაც განვიხილავ თუ როგორ გამოიყურებდა ვარძია, როგორ აშენდა, რა დანიშნულება ჰქონდა, რა პროცესები გამოიარა და ასე შემდეგ. მოდი დავიწყოთ. პირველ რიგში აღვნიშნოთ ის, რომ რაზეც ხდებიან ისტორიკოსები არის ის, რომ მშენებლობა ვარძიისა უნდა დაწყებულიყო თამარის მამის გიორგი მესამის მეფობის პერიოდში. ის როგორც ამბობენ, დიდებულებთან ერთად სანადირო დამოსვლა, ლეგენდა ამბობს რომ შემდეგ ყველა მიცით ეს ლეგენდა რომ თამარი დაიკარგა, როცა ეძებდნენ იძახდა რომ აქ ვარძია და ამიტომ დაერქვა ვარძია. თუმცა რა არის ამ ამბავში რეალობა, მოდი ერთად გავარკვიოთ. თავარაუდოდ გიორგი მესამის დროს მოხდა აღმოჩენა გამოქვაბულების, როგორც ამბობდნენ, შიგნით მეორე ამტკიცებენ რომ შიგნით გამოქვაბულების საერთოდ არ არსებობს და ყველაფერი რაც არის აშენებული, არის კლდეში აშენებული და ყველაფერი არის ადამიანის ხელით გაკეთებული. თუმცა იმაზე კი თანხმდებიან რომ სამონასტრო კომპლექსი როგორადაც თავიდანვე იყო ჩაფიქრებული ვარძია, შენდებოდა 1156-1203 წლებში. ურთხევა მოხდა თამარ მეფის მეფობის დროს 1185 წლის 15 აგვისტოს. სამონასტრო კომპლექსი დიდ როლს თამაშობდა ქვეყნის პოლიტიკურ კულტურაში. ერთი ფაქტის გახსენებაც კმარა, როცა 1203 წელს მოხდა ბასიანის ბრძოლა, სწორედ აქ შეიკრიბა ქართული ჯარი, თამარ მეფეც სწორედ იქ დარჩა ვარძიაში, ბასიანიცით რო არის დღევანდელი და ახლობით ერზერუმის ტერიტორიაზე თურქეთში და იქ დარჩა თამარი და ჯარსაც მიმართა სწორედ დილით აივნიდან ვარძიიდან. ვარძიაში მოღვაწეობდა იონე შავთელი, რომელმაც სწორედ იქ შექმნა გალობანი ვარძიის საღვთისმშობლისანი, ასევე შემორჩენილია ვარძიის წიგნსაცავიდან ვარძიის 4 თავის დასურათებული ხელნაწერი. მონღოლთა ბატონობის დროს, რა თქმა უნდა, ვარძიას გაუჭირდა, თუმცა ინარჩუნებდა სასულიერო ცენტრის სტატუსს და 1551 წელს, როცა მონასტერი სპარსთა ჯარმა დაარბია, ვარძიის ცნობილი ღვთისმშობლის ხატი, ოქროს და ფოლადის კარები და კულტურის სხვა მრავალი განძი მტერმა გაიტაცა და საბოლოოდ შემდეგ რაც ქვეყანას ოსმალები დაესხნენ თავს და დაიპყრეს, მონასტერი საბოლოოდ გაუკაცრიელდა. თავად ვარძიის ადგილმდებარეობაც ერთ-ერთი გადამწყვეტი ფაქტორი იქნებოდა, რადგან აქ გადაწყვეტეს ვარძიის მშენებლობა, ასევე რა თქმა უნდა ის ფაქტიც უნდა იყოს გათვალისწინებული, რომ აქ სასმელი წყალიც არის შიგნით, ამიტომ ბევრი ამ ხელსაყრელი ფაქტორების გამო გადაწყდა სწორედ ამ ადგილას. თამარ მეფის მითითებით, როგორც ისტორიკოსები ამბობენ, წყაროსთან უკვე არსებულ გამოქვაბულთა ადგილზე შეიქმნა მონასტრის ცენტრი, კლდეში გამოკვეთილი ღვთისმშობლის მიძინების დიდი დარბაზული ტაძარი, რომელიც მოხატული იქნა ქართლის ერისთავის რატის სურამელის ინიციატივითა და სახსრებით. 1203 წელს მონასტერმა სრული ბრწყინვალებით მიიღო საქართველოს ყველა კუთხიდან შეკრებილი მრავალრიცხოვანი ლაშქარი, ასევე მობრძანდა თამარ მეფე და ვარძიიდან საომრად გასულმა ქართველებმა აძლიერეს მუსლიმანთა კოალიციას 400,000-იანი ლაშქარი ბასიანის ბრძოლაში ქართველთა მიერ იქნა დამარცხებული. ახლა მოდი განვიხილოთ როგორ გამოიყურებოდა სინამდვილეში ვარძიის ტაძარი. ამის შესახებ არ არსებობს არანაირი ერთიანი აზრი, არც არანაირი წყარო არ არსებობს თავიდან როგორი იყო ვარძია, თუმცა არსებობს ერთი ისტორიული ცნობა, რომ 1283 წელს მომხდარმა დიდმა მიწისძვრამ უდიდესი ზიანი მიაყენა ვარძიას და თუ გარეგნულად შევხედავთ, დავწუნდებით, რომ ვარძია თავის დროზე იყო სრულიად დაფარული გარედან. ფოტოზე თქვენ ხედავთ ვარძიის შტამბეშთა სამონასტრო კომპლექსს, რომელიც განლაგებულია ერუშეთის მთის კალთაზე შერეულ კლდეში. აქ პირველ რიგში რაც თვალში მოხვდება არის ის, რომ მთის ფორმა არის არაბუნებრივად შეცვლილი. თითქოს მთა მოუყვებოდა თავისი ფორმით, უნდა ჩამოსულიყო ბოლომდე და უცებ შუაში მთა შუაზე არის გაჭრილი. ამავდროულად ეს კლდე არის ორი სხვადასხვა ფერის.
სწორედ ეს ყველაფერი აძლევს კვლევარის იმის ვარაუდის უფლებას, რომ 1293 წელს მომხდარმა დიდმა მიწისძვრამ ეს კომპლექსი გამოაჩინა და დღეს ჩვენ ამის დანახვა შეგვიძლია გარედან. და სინამდვილეში ეს ზედა მუქი ფერის კლდე ზემოდან იყო განმოფარებული მთელ ვარძიის კომპლექსს და მხოლოდ ალბათ მცირე შესასვლელი ჩანდა გარედან. წარმოგიდგენიათ ხო, ანუ საერთოდ არ ჩანდა გარედან, ალბათ გარკვეული ადგილების გარდა ეს სამონასტრო კომპლექსი. გარკვეული ადგილები შეიძლება იყოს ღვთისმშობლის მიძინების ტაძარი აი ამ ადგილას, ხოლო დანარჩენი რეალურად წესით უნდა ყოფილიყო დაფარული მთლიანად ამ კლდით, ეროშეთის მთის კლდით. ახლა ვისაუბროთ, სად მოხდა 1293 წელს ეს მიწისძვრა. თუ გადავხედავთ შესაბამის წყაროებს, მე აქ მაქვს 1293 წელს საქართველოში მომხდარი უძლიერესი მიწისძვრის სრული დეტალური ანალიზი. ლოკაცია თუ რა ადგილას მოხდა ეს მიწისძვრა, ასევე რამდენ ბალიანი იყო, რამდენ მაგნიტუდიანი იყო ეს მიწისძვრა. აქ არის საქართველოში მომხდარი მიწისძვრების სრული სია, დიდი მიწისძვრების სრული სია. აღნიშნულია, რომ მიწისძვრები მოხდა საქართველოში 1088 წელს, 1293 წელს, 1350 წელს და ასე შემდეგ და ძირითადად დაკავშირებულია, როგორც აქ წერია, დიდი კავკასიონისა და ჯავახეთის პლატოს აქტიურ რღვევებთან. 1293 წლის ძლიერი მოვლენა, როგორც ჩანს, ბორჯომ ყაზბეგის რღვევას უკავშირდებაო. რა ადგილას იყო ეს? ნახოთ აი ამ რუკაზე. ამ ლოკაციაზე ხა არის სოფლები ტყემბლანა, აწყური, ტისელი და ასე შემდეგ. ხოლო რაც შეეხება ვარძიას, ვარძია მდებარეობს აი აქ. ახლა მოვყვეთ კიდე რამდენიმე დეტალი ვარძიის შესახებ. ვარძიის ხუროთმოძღვრება დაფუძნებულია წინასწარ შემუშავებულ კომპოზიციური იდეაზე, მრავალსართულიანი გამოკვეთილი ანსამბლი განლაგებულია კლდის უბნის სიღრმეში ჩასმული ცენტრის ტაძრის გარშემო, რაც უკვე ჩვენ ვისაუბრეთ. და დღეისთვის დადასტურებულია 651 კლდეში ნაკვეთი სათავსო. მოდი ხა გავնახოთ ეს გვირაბებიც. რამდენიმე გვირაბი არის? ერთი არის 16 მეტრიანი გვირაბი ცენტრალურ ნაწილში, რაც დაკავშირებულია წყლით მომარაგებასთან. ასევე არის სხვა გვირაბები, რომლებიც ტაძრის ჩრდილოეთ მხარეს იწყება და მიემართება მონასტრის სალაროსკენ და მათი სიგრძე არის 64 მეტრი. ვარძიის აღმოსავლეთ ნაწილში კი გვირაბით შექმნილია გასასვლელი, კლდეში გაჭრილი მაგისტრალი 220 მეტრის სიგრძისაა. დღეისთვის ვარძიაში შემორჩენილია 15 კლდოვანი ეკლესია, ამ მხრივ მნიშვნელოვანია ღვთისმშობლის მიძინების ტაძარი და კარიბჭის მოხატულობა, სადაც ქრისტეს ცხოვრების ამსახველ სცენებთან ერთად გამოსახულია გიორგი მესამეის და თამარ მეფის პორტრეტები, აგრეთვე ქართლის ერისთავი რატვის სურამელი, რომელმაც მოახატინა, როგორც ამბობენ ისტორიკოსები, ეს ტაძარი. რაც შეეხება მონასტრის წყლით მომარაგებას, წყლის დებეტი დღე-ღამეში 166,000 ლიტრი უნდა ყოფილიყო, რაც დაახლოებით 50,000 ადამიანს დააკმაყოფილებდა. ხოლო სასმელი წყლის რეზერვუარი ვარძიის დასავლეთ ნაწილშია ამოკაფული და იტევდა დაახლოებით 630,000 ლიტრ წყალს. ასევე კლდის სიღრმეში არის ბუნებრივი წყარო, ღვთისმშობლის ეკლესიის სიახლოვეს, მის ჩრდილოეთ მხარეს, მისი აუზი 8 კუბურ მეტრ წყალს შეიცავს და მისი მუდმივი ტემპერატურაა 11 გრადუსი. ასევე შემორჩენილია 28 მარანი, 6 დარბაზი 22 სათავსო, მარნები მთლიანობაში 235 ქვევრს მოიცავდა, მათი საერთო ტევადობა არის 100,000 ლიტრი. 2006 წლის 7 ნოემბერს საქართველოს პრეზიდენტის სააკაშვილის ბრძანებულების თანახმად ვარძიას მიენიჭა ეროვნული მნიშვნელობის კულტურის უძრავი ძეგლის კატეგორია. ხოლო 2007 წლის 24 ოქტომბრიდან ვარძიის მონასტერი ხერთვისის ციხესთან ერთად შეტანილია იუნესკოს მსოფლიო მემკვიდრეობის საცდელ სიაში. და ვიდეოს ბოლოს მე გთავაზობთ მთელი ამ ინფორმაციის აზე ჩვენ ვისაუბრეთ, ამ ყველაფრის მითითებით ChatGPT-ის მიერ წარმოდგენილ ვარძიის უძველეს ფოტოსურათს. და ამ ფოტოზე თქვენ ხედავთ, როგორი შეიძლება ყოფილიყო ვარძია თავის დროზე. ეს არ არის, რა თქმა უნდა, აბსოლუტური სიმართლე, აბსოლუტური სიმართლის გარკვევა თითქმის შეუძლებელი, არ არსებობს არანაირი წყარო, რომელიც დაადასტურებს ზუსტად თუ როგორ გამოიყურებოდა თავის დროზე ვარძია. დიდი მადლობა ვიდეოს ნახვისთვის, თუ აქამდე მოხვედი, დალაიქ ეს ვიდეო, გამოიწერე არხი და დაწერე კომენტარებში, რას ფიქრობ, როგორ შეიძლება ყოფილიყო შენი აზრით ვარძია. დიდი მადლობა.